დაკავებების სერიას, როდესაც აცხადებენ ქართულ ოცნებაში, რომ თითქოს და ვიღაცა წინააღმდეგია დაკავებების წესესი არ არის, რა თქმა უნდა, გამოძიებას და დაკავებას არის სამართლებრივი პროცესი, მაგრამ მინდა გამოვყო რამოდენიმე დანაშაულებრივი ფაქტი, რაც გუშინ მოხდა. პირველი, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ მოხდა ჩემი დაბარება, იმიტომ რომ როდესაც ვიღაცებს აკავებდნენ, მაშინ როდესაც ზუსტად იციან, რომ სპეცოპერაციის დროს გიორგიონიანი იმყოფებოდა აბსოლუტურად სხვაგან, სხვა ადამიანების წინაშე და სამსახურშიც კი არ ვიყავი არათუ იმ სპეცოპერაციის ადგილას და ეს დადასტურებულია თვითონ იმ სისხლდამალ საქმეში. ეს ემსახურებოდა მხოლოდ შავი პიარით აგორებას და მეტის არაფერს. მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რატომღაც დღევანდელმა პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ყველა ყოფილი თანამდებობის პირი უნდა დააკავოს პომპეზურად, უნდა დააკავოს რაღაც სპეცეფექტებით და ადამიანებს აკავებენ ბინაში საკუთარი მეუღლეების, ცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, უვარდებიან სახლებში, ატარებენ ესევე რაღაც გაუგებარ ჭხრეკებს, რომელსაც სასამართლო მერე არ აკანონებს და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა. სხვა შემთხვევაში შეუძლია დაიბარონ ეს ადამიანი პროკურატურაში და ჯერ არ მომხდარა, რომ ვინმე ამას მიმალოდა და გაქცეოდა. და გარდა ამისა, დღევანდელი გადაწყვეტილება, ასევე დღევანდელ გადაწყვეტილებას მინდა შევეხო სასამართლოსი, ძალიან მწუხვა, რომ სასამართლოში გამოჩნდნენ ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც გარკვეულწილად იყვნენ ლოიალური ხელისუფლების მიმართ, დღესაც წამოყვეს ესმა მოსამართლეებმა თავი და ცდილობენ პროკურატურას ასიამოვნონ. აი ხა დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით მარტივი რამ შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების გასაგები იყოს, 3 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში 73 მუხლით, ეს არის სამოხელეო მუხლი და 3-ვეზე არის ბრძანება, რომ იმ დროს შინაგან საერთოდ სამსახურში არ მუშაობდნენ. ანუ 5 რიცხვში მოხდა გარკვეული ფაქტი და 18 რიცხვში დაინიშნენ ეს ადამიანები. მიუხედავად ამისა, მიუხედავად ესეთი თეთრზე შავით ნაწერისა, მოსამართლემ ეს ადამიანები გაასამართლა როგორც მოხელეები. მეოთხე პირზე, რომელსაც ასევე განაჩენი დაუდგინეს, საერთოდ ბრძანება არ არის დანიშნვის და მიუხედავად ამისა, ასევე როგორც მოხელე ისე იქნა გასამართლებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბადებს დასაბუთებულებს იმაზე, რომ ხდება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, არ ხდება სამართლებრივი პროცესი რეალურად, არ ხდება მართლა გამოძიება იმ საქმეებისა, რომელიც საზოგადოებას აინტერესებდა და მხოლოდ დევნა მიდის იმ ადამიანებს, ვინც არ ეთანხმება დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას, რომ იმ ადამიანებს, ვინც დღევანდელ ხელისუფლებას თხოვს მისი დანაპირების შესრულებას, რომლითაც მოვიდნენ ეს ადამიანები 2012 წელს და დანარჩენ ადამიანებს და დანარჩენ თანამშრომლებს, რომლებიც დარჩნენ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, დარჩნენ სასამართლოში, დარჩნენ პროკურატურაში, აქვს სრული ინდულგენცია და ამ ადამიანებთან საერთოდ კითხვები არ გააჩნიათ. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა და შერჩევითი სამართალი. სხვა შეფასება ესეთ ფაქტებს რა თქმა უნდა არ აქვს. თვითონ პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი შემხებლობა მე ნავთობის სპეცოპერაციასთან არ მაქვს, კიდევ ვიმეორებ, თვითონ საქმეში არის დადასტურებული, რომ მე იმ დროს იქ არ ყოფილვარ, მაგრამ ეს ემსახურებოდა მხოლოდ შავი პიარის აგორებას. სენსიტიურ თემებზე, რომელზეც საზოგადოებას ნამდვილად აქვს რაღაც გარკვეული კითხვები და რა თქმა უნდა, როდესაც ნახავ კადრებს არის გარკვეული აღშფოთება, სურთ ყველა შემთხვევაში გარიონ ის ადამიანები, ვინც მათ რაღაც გარკვეულ უხერხულობას უქმნის. წარმოიდგინეთ, მიმიყვანეს პროკურატურაში და ერთადერთი შეკითხვა იყო ეს, ამ სპეცოპერაციის შემდეგ რუსთავში იმყოფებოდა თუ არა ბაჩანა ახალაი. ძალიან კარგად იციან, რომ მე ვარ მისი ადვოკატი და რომც ვიცოდე ეს დეტალები, მე ამის შესახებ არ მაქვს უფლება გავახმაურო და მივცე პროკურატურას ჩვენება. ანუ სხვა შეკითხვა არც დაუსვავთ, აი ეს ერთი შეკითხვა დამისვეს, მე განუცხადე, რომ ეს იყო ადვოკატის ეთიკის კოდექსის დარღვევა, მათ დამიდასტურეს, რომ კი ბატონო ეს ესეა, მოვაწერე ხელი და გამოვედი. მაგრამ კიდევ ერთი ფაქტი არის, სხვადასხვა რაც პროკურატურამ ეხლა დაიწყო და რაღაც ესეთი სპეცეფექტები იმიტომ ვახსენე, ძალიან საინტერესოა შინაგან საქმეთა სამინისტროს ლობირებაში შემჩნეული პრესკლუბის პიაში პრესკონფერენცია როგორ გამართეს 1 საათით ადრე დაზარალებულის ოჯახის წევრებმა და 1 საათში როგორ მოხდა დაკავება. რატომ იცოდნენ ამ ადამიანებმა, რომ 1 საათში დაკავდებოდნენ ბრალდებულები. როდესაც ეს ადამიანები ცხოვრობენ ხულოში და მინიმუმ 6 საათი უნდა, რომც გაეგოთ მათ ტელევიზიით ეს ფაქტი, რომ თბილისში ჩამოსულიყვნენ. შესაბამისად, ეს არის დადგმული სპექტაკლი და იმის მაგივრად, რომ საზოგადოებას მიხედონ და ხალხს მიხედონ და იმ პრობლემებს მიხედონ, რაც ქვეყნის წინაშე რეალურად დგას, არიან აი ამ სპეციფიკებით დაკავებულები და ითრევენ და ამაში მონაწილეობას ღებულობენ სამწუხაროდ მათ ლობის ქვეშ არსებული პრესკლუბები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.
აუცილებლად ჩვენ შევხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენ გარდა ამისა ვაპირებთ პრეზენტაციას, სადაც მოწვეულები იქნებიან საელჩოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სადაც გავასაჯაროებთ ყველა იმ დარღვევას, რომელიც ხორციელდება. მე ასევე მინდა ცალკე შევეხო ჩვენს ორგანიზაციაში თავისუფლების ხარდაჭერის ცენტრის მიმართ არსებულ პრობლემებს, რომელსაც გვიქმნის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხორციელდება ტოტალური თვალთვალი, გუშინ დადასტურებულად უკვე რომ მანქანაზეც ვიცოდით რომ ეს იყო ეგრეთ წოდებული მეშვიდეს მანქანა რომელიც ვითვალთვალებდა მივიდნენ ჩვენი თანამშრომლები გადაუღეს მათ და ამის შემდეგ დაარტყა ამ ადამიანმა ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს და გაიქცა ეხლა ესეთი ფაქტები, როდესაც მე ქალბატონი ბესელია ესეთ ძალიან გაკვირვებული სახით კითხულობს, რომ იქნებ მოგვაწოდოთ ფაქტი, რომ დღესაც ისმინება, დღესაც გითვალთვალებენ, აგერ ქალბატონო ეკა მოწოდებულია ფაქტი, არის დაზარალებული და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა გამობრძანებულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვინმე და ეთქვა, აი ეს ნომერი მანქანა, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, ვის ეკუთვნის, როდის არის რეგისტრირებული ის ნომერი და ვიზია რეგისტრირებული. თქვენ ნახავთ, რომ ეს არის ოპერატიული ნომერი, შესაბამისად ოპერატიული მანქანა და არავის რეგისტრირებული ის ნომერი არ იქნებოდა. იქიდან გამომდინარე, ხა საუბარი იმაზე, რომ წარსულში ხდებოდა, დღეს არ ხდება, ეს არის ცალსახელმწიფო. სასამართლოში ხდებოდა წარსულში და იყო პრობლემები და დღესაც გრძელდება და სამწუხაროდ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს მოირგო საკუთარ თავზე და პრობლემის გამოსწორებაზე არ იფიქრა და იგივე ხდება პოლიციაში. ადამიანები, რომლებიც დარჩნენ და ანხორციელებენ დღეს უკვე ამ ადამიანების დავალებებს, მათ აქვს სრული ინდულგენცია, ვინც წამოვიდა და რაღაც სახით გააპროტესტა ის, რაც დღეს ხდება, ამ ადამიანების მიმართ ყოველდღიურად იქნება ახალ-ახალი აბსურდული ბრალები. აბა ეხა პატარა ბავშვი გეტყვი პატარა ბავშვი არა ვარ დედიკომ და მამიკომ მithვალთვალოს და სააკაძის 11 ნომერთან ეს არის კი ჩვენი ოფისი და არსებობს გარე კამერები სადაც ამოღებული გვაქვს ჩვენ უკვე ეს კამერები გარდა ამისა ჩვენი ვიდეო კამერები გვაქვს გადაღებული და დღეს ველოდებოდი დილით სხვათა შორის რომ გამოსულიყო MDS თანამშრომელი ან სადმე დაედოთ ინფორმაცია ეს ნომერი ეს მანქანა ეს ნომერი ვის ეკუთვნის ეკუთვნის თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო და არის თუ არა ოპერატიული ნომერი თუ არ ეკუთვნის რეგისტრირებული ვიზია და როდის არის დარეგისტრირებული მაგრამ რა თქმა უნდა მათ ეს არ გააკეთეს იქიდან გამომდინარე ეს არის ოპერატიული ნომერი ოპერატიული ნომერი ნიშნავს იმას რომ არავის გაფორმებული არ არის ესეთი ნომრები აქვთ 20 30 40 სხვადასხვა სამსახურებს და ცვლიან ყოველდღიურად აი ეს არის ის რეალობა რის წინაშეც რეალურად გავართ